სამრი ამას შევუტავ მაშინ. ამას და მეგონი ესენიც ჭირდება. აბა მოდი, ლაშიკო. მოდი აბა ესენიც იქ. ვაჟ ბატონო, ესენი მარტო მომოიტანეს სულ. ხო, აბა, შენ ხომ არ შეგაწუხებდი თამარ? არა, მე როდის მაწუხებ შენ? პირიქით. ლაშიკო, ის სავარძელი მარტო შენ ამოიტანე და ის ლოთი მათე რომ მოხმარებოდა რა მოუვიდოდა ახლა ვითომა? ეგენი მარტო დალევაში ეხმარებიან თეთევა. დაიწყეთ ახლა, დამაცადეთ რა, დამაცადეთ. და ამდენი რამე თუ ამოგქონდა, ბარემ პურიც ამოგეყოლებინა. ხო ხედავ არა? ხო ხედავ, სამსახურში ვარ. ვაჟ ბატონო, ეს მიკროტალღური ღუმელი უფრო წითელი და რაღაცა ესეთი დიდი რო გეყიდა არ ჯობდა? თამარ, ეს მიკროტალღური ღუმელი კი არ არის, ეს არის იარაღების სტერილიზატორი. სად უნდა შეაერთო მერე? კაბინეტში, კარებთან რომ არის შესაერთებელი იქ? ვაიმე არა ლაშიკო, მაგას სამზარეულოში შევაერთებთ, ლიფტის ხაზი რომ გვაქვს შემოყვანილი, აი იქ შევაერთებთ და მერე მეზობლები გადავიხდით. გამოიწი. არის ის ახლა ახალია და რა სერჩი. ხო. ისე ლაშიკო, რამდენი წამლები ყოფილა საჭირო და დარიშხანიც გაქვს? არა, კეთევან დარიშხანი რა თქმა. აი თამარს დავალაპარაკებ და მოუშხამავს ნერვს. მაჩვენი აბა ეგ ხალათი, რაღაცა ისეთი ხალათი ჩანს. მაცადე. ვაიმე რა. აი კეთევა. რას ვუჯერებდი იუზას, ჩამებარებინა რა. ნახე, დამაკვდა. თამარ. აი ესეც გაიკეთე რა, დავისვენებ ცოტა ხანი. მე ლაშიკო, მოიფიქრე რა უნდა დავარქვათ კლინიკას? რა უნდა დავარქვათ და ლოკოდენტი. აუ ისე მაგარია, ხო იცი, აქეთ სტომატოლოგიური კლინიკა, იქით უძრავი ქონების სააგენტო. მოკლედ ოჯახია თუ პირიმზე ვერ გავიგე. გასწავლა ხო ხუმრობა და ის არ გასწავლა? იცით მე თქვენს კანდიდატურაზე ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და სამწუხაროდ უარი უნდა გითხრათ. არა, ძალიან ვიტირებთ ახლა. ყველაფერი კარგად იქნება შემდეგში, მოდით სექტორიდან მოდი და ახალი. კარგით. ბენიერად. გამარჯობათ. როგორ ხართ? მადლობთ, კარგად. ალბათ ვერ მიცანი, ხო? როგორ ვერ გიცანით? Complete model animation system არ ხართ? დიახ. გიორგი ვარ. ვისი RPI როგორ არის? გადასარევად. ძალიან თქვენ თიკა, ხო? თიკა, რა სინებებთ? ყავას და სენდვიჩ თუ შეიძლება. გასაგებია. და რომელი სენდვიჩი გნებავთ? სენდვიჩი. არა, რომელი გნებავთ? Cold cut combo თუ Italian BMT? უგაცრავად. ვერ მიხდით. რომელი სენდვიჩი გნებავთ?
cold cut combo თუ Italian BMT. მაშინ აი ეს პირველი მომიდა. კარგი, პირველს მოვიტანთ. და ყავა? ყავა. რა ყავა? ყავა რომელი მოგართოთ? ყავა ნალექიანი. ნალექიანი ხო პატარა ბავშვმაც იცის. ნალექიანი რომელი? ნალექიანი ეს ნალექიანი რა. უკაცრავად, შემთხვევით თქვენ შეცდომით ხომ არ მოხვდით აქ? რა ვიცი, ბარში შემოვედი, ყავას დავლევთქო და თან რა ვიცი. რა ვიცი, თქვენ თვითონ არ იცით რა გინდათ და მე როგორ დაგეხმაროთ, მითხარით და დაგეხმარეთ. ბატონო იცით რა, ჯობია ხა წახვიდეთ. აი ჩამოყალიბდეთ, მოიფიქროთ რა გნებავთ და ისე ნახვამდის. კარგად. ნახვამდის. ვისი არპია იმ მომიკითხეთ? ჩიკა, არის მე პატრონი მოვიდა. ვაიმე, მოიცა გამახსენეთ ძალიან ხარ რა ქვია მაგაც. როინი. როინი. რა მაგარი სახელია სასაცილოა. ვერასდროს ვერ მახსოვებ მაგას. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობათ ბატონო როინი. როგორ ხართ? კარგად, გამარჯობათ ბატონო როინი. გაგლობთ კარგად. რა მაგართვათ? თიკა ერთი ყავა გამიგეთ. ახლა მოგერთვეთ ბატონო როინი. როგორ მიდის საქმეები? არი ვაჭრობა. რა ვიცი, აი დღეს ერთი ყავა და ერთი წვენი გაიყიდა. ხო, ყავა მე ავიღე და წვენი სალომე. არ არის მუშაობა ბატონო როინი, არ დადის ხალხი. აი შემოდიან ერთ ყავაზე სხედან მე მთელი დღე. ხო. მოკლედ ორი ახალი ამბავია. დიახ. ერთი ის რომ ხვალ ხელფასები იქნება. მეორე კი ცუდი. ხელფასები რა მაგარი. ცუდი კი ის არის რომ რა? ამ ეკონომიკური კრიზისის გამო დიახ. ჩაწვა ჩვენი ბიზნესი და ბარი უნდა დავხურო. ბარი იკეტება? ხო. და რა იქნება იმის მაგივრად? არ ვიცი. უნდა გავყიდო. აიმე. ხო მართლა ვინმე კარგი სანდო მაკლერი ხომ არა გყავთ? არა. სანდო არა. კარგით, მაშინ მე წავედი. მოკლედ ხვალ ხელფასები იქნება და ამის გაყიდვაზეც რამეს მოვიფიქრებ. კარგი ბატონო როინი. და მოიცა ყავა 5 ლარი. ბატონო ისა. როინია. აუ, მართლა რა დახუროს ეს ბარი? მე სად ვიმუშაო სალომე? ან მე სად ნახო ხოლმე სანდრო? არა. მე ამ ბარის გაყიდვას არ დაუშვებ. სალომე რა ერქვა? როინი. ალო? ხოდათო? როგორ ხარ? ჩვენ ვარ ძველებურად. სანდროც ისევ ისეა. მან რა ხდება ინდოეთში? მართლა? ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან მოგვენატრე სამივეს. ორივეს ძალიან მოგვენატრე. მოიცადე ერთ წამით დათო, მოიცადე ირაკლი. მოდი. ვინ არის? დათოა, მოდი. ჰარე რამა. როგორ ხარ? რა? ფული გაგითავდა? დაკარგე? რა პრობლემაა? რა პრობლემაა? მე მიდი რომელიმე ბანკში და გადმოგირიცხავ. სათხარ იმისთან ადგილას ბანკი რო არ არის. მაშინ მაქვს სპილოს ნომერი, მითხარი და სპილოში გადმოგირიცხავ. მოიცადე, დათო. რა ქენიცი? ახლა მიდი შენ საელჩოში, ხო? და უთხარი, რომ ამერიკაში მივდიოდით ხო? გზა ამებნათ ხო? და ინდოეთში ჩამოვედი, ხო? ასე უთხარი.
რას ქვია არ დაგიჯერებენ? დაგიჯერებენ კი არა? შეიძლება რომელიმე ქალაქს შენი სახელი დაარქვა. კარგი ხო, კარგი. კარგი დათო, კარგი. დაწყნარდი. რა ვქნა აბა? მაშინ დაჯექი მაქს პილოზე და წამოდი. წამოდი თან გამბაჟება გაიაფთა. მოადგები აქ საზღვარს და მებაჟე რო გკითხავს ეს რა არისო? შენ ეტყვი ხორთუმიან. კარგი, დამშვიდდი ხო? 1-2 საათში დამერეგე მოვიფიქრებ რამეს. კარგი დათო, კარგი. რაო? ფული დავკარგეო. მაგას ფული ისე უყარსო არ დაკარგავდა. ეთყობა გაუთავდა და ვერ ამბობს საყვარელი. და რა უნდა ვქნათ ირაკლი? კარგი მარიკა რა, შენ რა განერვიულებს რა? არ დაიკარგება, ნუ გეშინია. მივა იქ ვინმე იქაურ ექიმთან და შეიფარებენ 1-2 წელი. მერე გადაივლის ეს ეკონომიკური კრიზისი და გამოგვიგზავნიან. ირაკლი, მარიკა? გავყიდე მანქანა. ვაიმე, მართლა ნინო, გილოცავ როგორ გამიხარდა. მადლობა. გილოცავ მარიკა. მადლობა ირაკლი. და რაღაცა ჭირსო ძრავასო. ვერაფერი ვერ შეატყო და იყიდა. აიმე ნინო, მართლა ძალიან გამიხარდა. წამოდი ხო ვარგის ჩალაგებაში მოგიხმარები. არა, მარიკა, 1-2 დღეში გადაიფორმებს და მერე წავა. ხო. წარმოგიდგენიათ, ვერაფერი ვერ შეატყო. ასეც ვიცოდი. რა? ეს არის ჩაკეტილი წრე. ირაკლი, ეხლა მეც შემეშინდა. ხო და წამოდი. ხო, იუზაც ესეა ხოლმე. იუზა ვინ არის? ნუ აი, რო გავიცნობთ ოჯახებით, რო დავახლოვდებით, მერე ნახავ. ხო, ტკივა და როგორ არყვირი. ნუ ეხლა ვაშკაცები ესე იქცევით ხოლმე. მოგძანდით? აი ახლა ღრძელი კი არის ოდნავ გასიებული, მაგრამ ის სავლები როგორც გითხარით, გამოივლეთ და გაგივლეთ. კარგად განებოდეთ. თავისუფალი ხარ? უკაცრავად. ისაკარი. ნუ გეში მე გაგაცილებთ, მოგძანდით? ლაშა, ამ ბიჭს დროებითი ბჟენი გაუკეთე, რომ კიდე მოვიდეს, ხო? ხო, მიდი. ჩვენ რაზე გავჩერდით? პარკები შემოხსენიო. ხო, შემოხსენი პარკები. ხო და ეს პარკები. იმან ძალიან მატკინა კბილი და უნდა წავიდე. ესე იგი რა, ისე სპეციალურად მიკეთებს, რომ ადამიანი არ დამელაპარაკოს. აი მე ნეტა იმას რას უშვება არ ატკინოს. უნდა შევიხედო, ხა თუ კიდე არ ატეხა ყვირილი. გამარჯობა. ტორონჯაძის ბინაა? შემოდი. ტორონჯაძეს მოგცემ შენ. იცით რა მოხდა? იქით მეორე ბინაში ვიყავი და იქაც ექიმი დამხვდა. რა არის, რა კორპუსია ესეთი მე ვერ გავიგე. გენაცვალე, ვისაც დიპლომი აქვს, ყველა ექიმი კი არ არის. მე ვარ ამ კლინიკის დირექტორი. ექიმი მოიყვანა ჩემმა დამ. მანამდე ქონდათ კლინიკა სხვაგან. მე ხო ვარ ეხლა აქ დირექტორი. იქ იყო ქალი დირექტორი, ჩემი და ვერ შეეწყო ხასიათით და აქ გადმოვიდა. ხო, ვაიმე უახლესი ევროპული სამედიცინო აპარატურა მაქვს. ახლობელმა გამომიგზავნა მილანიდან. იმდენი ხანი მპირდებოდა დღეს გამოგიგზავნი, ხვალ გამოგიგზავნი, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა ეს თამაშები, ვარჯიშები მოკლედ და მე
როგორც იქნა მიიღო ტრამვა, ხო და ეხლა გამომიგზავნა. იქ გაკეთდა და უკვე აქ არის. მე შემოხსენი პარკები. გასაგებია ქალბატონო. ხო. დირექტორი თამარ ღლონტი. ღლონტი? მეც ღლონტი ვარ. ვაიმე რა დამთხოვა. ლადო ღლონტი. ვაიმე. ლადო ღლონტი. ისა რა მინდა გითხოთ? წარეხელი აქვს ცოტა მეშინია რა. გეშინია? ეგ არ გაგიგოს რომ ღლონტი ხარ და გეშინია, თორე აკაკანდება. მოვძანოთ. აი სამ დღეში მოხვალთ და მე ბჟენსაც გავაკეთებ. მართლა რეცეპტს გამოგიწერთ ახლა. ხო. სამ დღეში რომ მოხვალთ, კარგია. ეხლა აუცილებელი არ არის კბილი აკტკიბდეთ და მარტო მაშინ მოხვიდეთ. მე სულ სახლში ვარ. თუ სახლში არ ვიქნები, ქვემოთ ბარში ვიქნები. თუ ბარში არ ვიქნები, ჩხეიძეებთან ვიქნები. ან იქ სადაც თქვენ შეხვედრას შევთანხმდებით შეხვედრაზე. აი ეს გამომართვით და დღეში სამჯერ მიიღეთ. დიდი მადლობა. ვაიმე რა მადლობა ჩვენში მადლობები რა ის მოსატანი იყო ეხლა რა კარგად ლაშა ამას კარგად გაუკეთე რა კბილი რა იცი იქნებ ნათესავიც კი გახდეს ისა უკაცრავად მე დიდი ხანი უსმინო ამ დისკუსიას თუ მომაქცევთ ყურადღებას თუ არა შემიძლია წავიდე მე დაგირეკეთ და გითხარით რომ მოვალ მეთქი და თუ გინდა წავალ მოვალ როგორ გინდათ გამაგებინეთ რა ღლონტი ხო? ლადო ღლონტი. მე მიბრძანდით იქით, მიბრძანდით. ეხლავე მოვალ. მე ესე თქვა იმან რა ქვია მას დროინმა რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ბარში არავინ არ შემოდის და უნდა დავხუროთ ბარიო. რა? ხო. ბარი უნდა დაიხუროს? და თქვენ უმუშევრები რჩებით. მიხვდა. იცი რა არ მესმის? აი რას ფიქრობს ეს როინი რა? ამდენ სამუშაო ადგილს რო აუქმებს პრეზიდენტს თვალებში როგორ უნდა შეხედოს? შენ რატო ნერვიულია? შენ უმუშევარი არ დარჩები. შენ შეგიძლია ჩემთან დაიწყო მუშაობა. კარგი ირაკლი, მე საავადმყოფოში ვინ მიმიღებ? არა, საავადმყოფოში რატო? თიკა. აქ ჩემთან. საღამოობით იმდენი ვიკრიბებით ხოლმე რომ ზოგს ყავას მიართმევ. ზოგს ჩაის, კაკაოსაც შემოვიტან. კარგი რა, ირაკლი, კარგი. და სალომე მრაო. რა უნდა ეთქვა ახლა სალომეს, როგორც ყოველთვის დაიწყო, ვაიმე რა მეშველებაო. როგდის ვნახავო, სადღა ვნახავო, სამუშაო დავკარგეო და აი ესე. მე წავიდა, ვიქნებ ხალხი შევკრიბო და შენც იქნებ რამე მოიფიქრო ისეთი რომ ხალხი მოვიზიდოთ ბარშიო. აი, ხო ვამბობ, ეს გოგო არის ძალიან ჭკვიანი, სალომე. ესე იგი, ხალხს ხომ მოიზიდავს. მე ახლა იქიდან ვიღაცა ფულს დაკარგავს და შემოსავალიც გაიზრდება. აი სანამ ერთად ვიქნებით, ვერაფერი მოგვერევა. არა, რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ რა. აი, სანახაობა უნდა მოვაწყოთ. ხალხს რომ მოეწონოს და საღამომდე დარჩეს ბარში. დაწნული კალათა მაინც გქონდეს. კალათა რა თქმა ირაკლი? სანახაობაო ხო თქვი? ხო და წარმოიდგინე. დედას ბუშტი დაუკრავს სალამურზე და კალათიდან ამოძვრება თამარი. არ არის სანახაობა. ძალიან მაგარი სანახაობა. და ვინმე ცნობილ ადამიანთან შეხვედრა რომ მოვაწყოთ? ვინმე არ ჩამოდის თბილისში? კარგი რა მარიკა რა. ახლა ესეთ სიტუაცია აქედან თუ გაიქცევა ვინმე. რაო იმ ვაჟბატონმა? ჰა? დაბარი უნდა დავკეტოთ. დაგაგვიანდა თამა. რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ის კაცი იურიდიულად მართალია, თავისია, უნდა გაყიდეს, უნდა არა, ჩვენ რა უნდა ვქნათ? მე მოვიფიქრე რა უნდა ირაკლი დადექი ამას არ უნდა აქეთ იქით სიარული მოვიფიქრე მე ფული უნდა შევაგროვოთ შევისყიდოთ ეს ბარი და გადავაფორმოთ ჩემს სახელზე რა
თამარ, შენ ვინ გითხრა ეს ამბავი? რა ვიცი, ანანომ დამირეკა. ეხლა სახლში ვზივარ, სიმღერას ვამზადებო, საღამოს უნდა ვიმღერო, ბარში რო არ დაიხუროსო. რა ვიცი, ვერაფერი ვერ გავიგე და შემოვედი და რას ვაპირებთ? კარგი თამარ, რა უნდა დავაპიროთ რა? სამწუხაროდ უძლურები ვართ. კარგი რა უძლურები. ერთი ლოქო ის არის და მეორე ლოქო ეს. ხო. რა ხო? არა რა ხო? მარიკა რა ხო? ვინ არის მეორე ლოქო? თიკა ხო? ვინ არის მეორე ლოქო? არა, ვინ არის? მითხ შენ მაინც მითხარი, ვინ არის მეორე? კარგი რა ირაკლი, რა ვერ გაიგე, შენზე თქვა. მე მგონი ვინმე ესეთ საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრა უნდა მოვაწყოთ. არაჩვეულებრივი იდეაა. წარმოიდგინეთ აფიშა. საღამოს ბარში შეხვედრა ცნობილ მოღვაწესთან, საზოგადო მოღვაწესთან, სანდრო მახარაძესთან. არაჩვეულებრივი. მაშინ აუქციონი ჩავატაროთ და რა გავყიდოთ? რა ვიცი ახლა ღონტებთან იმდენი ნივთია ჩემი რომელიც არ მჭირდება. რას ამბობ, მარიკა, ის ყველაფერი რაც ჩვენთან არის, შენ ყველაფერი გჭირდება. და თამარ, შენი ჭრელი ჟაკეტი რომ გავყიდოთ? ვაიმე, ვინ იყიდის ახლა მაგ ჟაკეტს? კარგი რა. რატო თამარ, მე-19 საუკუნის ჟაკეტია, ანტიკვარია. ჩემი მეგონე სხვისი ყოფილხარ. მე თქვენ განახებთ მეორე ლოქოს. ო, მეგობრებო, გადავრჩით. გვეშველა. აი რა გადაარჩენს ჩვენ ბარს. თელი დღე ვამზადებდი. რა გადაარჩენს, ანანო, ეს გადაარჩენს ბას ხალხმოგა. ვაიმე რა ხალხი ხართ რა, შევაგროვოთ ფული, ვიმეორებ, შევისყიდოთ ეს ბარი და ჩემზე გადმოვაფორმო. თამარ, ძალიან გთხოვ რა, ადამიანმა რაღაცა მოამზადა. მოვიდა ჩვენთან შემოქმედებითი ადამიანია, ხელოვანი, იწვის და მოусმინოთ სიმღერას, რომელმაც შეიძლება ამ საღამოს დაამშვენოს ჩვენი შოუ. გთხოვთ. დავიწყო? რა თქმა უნდა. მადლობთ. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. თამარ შესავალია თამარ გვაცადე მიდი ბუდეს ნუ დაუნგრევთ ჩიტებს ცხვირწინ ნუ დავხურავთ კარს ეს გული სევდას ვერ იტევს მივხედოთ უშველოთ ბარს ყველა ერთად ბუდეს ნუ სევდას ვერ ბექამ დამიწერა ანანო ბექარო უნიჭერესი ბიჭია ამაზე ორი აზრი არ არის ეს სიმღერის ტექსტიდანაც გამოჩნდა მაგრამ რა არის იცი ძალიან სევდიანია ანანო ხო სევდიანია მე ეს ტექსტი ანანიკო ეს ბუდეს ნუ დაუნგრევთ სევდა გულში არ ეტევა ცხვირწინ კარს ნუ ვიყურავ დაიზაფრება ეს ხალხი დაიზაფრება და გაგვექცევა ანანო თხოვე შენ ბექას თხოვე გამონახოს 13:14 წუთი ჩაუჯდეს და ცოტა რაღაცა ისეთ იცი ხალისიანი ტექსტი იყოს რითმი მიეცით ცოტა ტემპი მიეცით და ეგ არის ანანო რა ხო კაი ვეთყვით და ნახოთ ხო უთხარი გინაცელი ირაკლი მაინც არაფერი არ გამოგვივა მოკლია ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ხალხიც დაიშლება რატო გამოვა მოკლე ამბეღურამ აუქციონი მოვაწყოთო ხო მე რიქსანდრო იტყვის 1-2 სიტყვას, ეგ შენი იუმორისტული ნომერი. მე ეს ქეთიმელოა. ეს ხო გამოვიდა
1 საათი. მე ეს მჭერმეტყველი იტყვის სადღე გზელოს და ეგ შენი 3 საათი. ნახე რა მაგარია. კი ხდება, მაგარია თან ექიბის დაკუნია პროფესორ. მოდი დატრიალდი ებავივე, რას გავხარ? არა თანიგა. კარგია ძალიან. მომეცი ფული მანი. ო, გაიხარ, წადი, თავისუფალი ხარ. ოკეი. ახე რა მოტოციკლეტი მყავს, ა? სტამბორბლიან. აბა სამი კაცი დაგავედით. რეი მეგავდილა. გამოდი. გაგიმარჯოს. შენ გაიხარ. გაგიმარჯოს. მიხედი ამას კეთება. კარგი რა ლაშიკო, ჯერ საღამო არ დაწყებულა და უკვე სვა. მაცადე რა კეთებან, დრო მატარებინე რა. მარიკა. ბატონო. ირაკლი მოვიდა. არა, დედა ჩემმა დარეკა, ელაპარაკებოდა, მე აღარ დავაგდო და წამოვედი, მაგრამ მოვა მალე. ხო. აი მოვიდა. ვინი მეთქი რა. ერთი სატელეფონო შოუ მქონდა ახლა სახში. ახლა მოვედი მეორე შოუ საქმე უყურო და არის წეს. აი გაიმეორებს სანდრო ტექსტებს და დაიწყებს. რა ტექსტი მეორებს ამ? რა და სანდრო დღევანდელი საღამოს წამყვანი იქნება. რა? თიკა. თქვენ არ თქვით რომ კარგი საღამო გვინდა გამოვიდეს ხალხი რო არ გაგვექცესო? კარგი ირაკლი. და გამოვიდეს რა. ჰანა მე მამულენო. დღევანდელ საღამოს გახსნილად ვაცხადებ. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ადამიანი ლეგენდა, როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების დედოფალი. როზე ახლა სანდრო. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა უბერებელი თამარ ღლონტი. მოგესალმები. ბრავო! დაჯექი რა კეთებან, დაჯექი რა. ბატონებო, სანამ თქვენს ფულს მთლიანად დახარჯავდეთ სასმელში, მე მინდა შემოგთავაზოთ ბლიც აუქციონი. ქალბატონ თიკას ვთხოვ წარმოგვიდგინოს პირველი ლოტი. მოგესალმებით. ლოტი ნომერი 1. ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის დათო ალექსიძის სტილო. ტანკერი ვერ შედის სპორტში. ამ ტილოს ღირებულება არის საწყისი ფასი 50 ლარი. აბა 40 ლარი. 30 ლარი. 20 ლარი. იჩქარეთ. თორემ ამ შესანიშნავი მხატვრის სტილო ისევ მხატვრის ბიძაშვილის აივაზე გადაინაცვლებს. დია. 15 ლარი. 15 ლარი. ხო. 10 ლარი. 5 ლარი. 1 5 ლარი. 2 5 ლარი. 3 და გაყიდულია. ტილო შეიძინა ამ ახალგაზრდა მამაკაცმა. ტილო შეიძინა ამ ახალგაზრდა მამაკაცმა. თიკა ვაგრძელებთ, გამოვაცხადოთ მეორე ლოტი. ლოტი ნომერი 2. ლიონელ მესის მაისური. ჩემი მაისური. საწყისი ფასი 100 ლარი. რა ხდება მარიკა? კარგი რა დაგმართა ირაკლი. რატო ჩამოვა და ახალს ჩამოგი. ერთი მქონდა მე მესის მაისური. საწყისი ფასი 100 ლარი. 120 ლარი. 120 ლარი 1
140. 140 ლარი 1. 180. 180 ლარი 1. 180 ლარი 2. 200 ლარი. 200 ლარი 1. 200 ლარი 2. 200 ლარი 3 და გაყიდულია. და ამ სუკანმა მამაკაცმა შეიძინა მაინც. რაში? თქო ჩამოგიტანდა მაისურს. რა ჩამომიტანდა? ის ჩამომიტანდა რაჭკაპურის მაისურს. სცენის დედოფალია ჩემი თამრიკო. იქ მექნევარი კი. სადა აქვს ეხა, სად გქონდათ ეხა ამ ამერიკელებს ტვინი თორე. თამარს არ უნდა წაეყვანა ოსკარები? ასე ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა გოგონებს ასეთი აუქციონისთვის. მადლობა. ახლა კი სანამ შემდეგ ნომერზე გადავიდოდეთ, ცოტა გავმხიარულდეთ მაშასე ინგლისური იუმორი. ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკია. პრიბორიო. ბიჭიკიამ რა ის პრიბორიო 25-იო, ჭიჭიკიამ რა ის 25-იო, აბა რა ის პრიბორიო. მე მგონი ცოტათი გამხიარულდით. ახლა გავაგზავნოთ მუსიკალური ნომრით. მაშ ასე მუსიკის ავტორი ანანო, ტექსტის ავტორი ბექა, მღერის ანანო, აცხადებს სანდრო მახარაძე. ბრავო. მართლაც რომ ბრავო. ბუდე აბუშენოთ ჩიტებს, სპირტი გაგვიღებენ კარს, ეს გულისევდასაც იდებს, გონიე შველება ბარს. ყველა ერთად ბუდე აბუშენოთ ჩიტებს, სპირტი გაგვიღებენ კარს, ეს გულისევდასაც იდებს. რა? ვიქამ გადავაკეთა? სანდრო, ახლა ჩვენ ეს თუ არ დავამთავრეთ, ამბარს კი არ დახურავენ, გადაწვავენ. მე რა გავაკეთო ირაკლი? რა ვიცი სანდრო, წამყვანი ხო ხარ, გაცივდა სცენაადი, რამე გამოაცხადე, რამე თქვი. რა გამოაცხადე? კარგი სანდრო, ხო ხარ ნამყოფის სადღაც, აი წამყვანები რასაც ხადებენ ხოლმე. ამითი ხელმძღვანელი. აი ნერვიო, მეტი. ქალბატონებო და ბატონებო, ერთი წუთი თქვენ ყურადღებას ვითხოვ, დაიკარგა ბავშვი. პოვნელს თხოვ მოიყვანოს სცენასთან. რა ბავშვი სანდრო? რა ვიცი ირაკლი, მე რო პატარა ვიყავი კონცერტებზე, ასე მაცხადებდნენ ხოლმე. სანდრო, რა ბავშვი? თამადის დროა. ალბატონებო და ბატონებო, ამასობაში იქუხა თამადამ, თქვენს წინაშეა პროფესორი ირაკლი ჩხეიძე. ბრავო. ვაიმე დაგტანჯავს ახლა ეს. ძვირფასო მეგობრები, ამ არაჩვეულებრივი სიმღერის შემდეგ მე მინდა ერთი ძალიან ლამაზი და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი და საჭირო სადღეგრძელო შემოგთავაზო. ფერგანელი ფარჩით მოაჭრე აბდურახმანე. აულ დადიოდა და მის შესახვედრად გამოფენილ დედაკაცებს ჭრელაჭულა ფარჩის ნაჭრებს თავაზობდა. ნაჭრებსაც ლომატყიდდა და სარფიც კარგი რჩებოდა. ერთ აულში განსაკუთრებით უყვარდა შევლა აბდურახმანს, რამე თუ იქაური ბეის ქალიშვილისთვის ბზეთ უნახავს ზულფიასათვის ქონდა თვალი დადებული. და მისთვის მაზანდასაც გვარიანად წევდა. ვაიმე, მაგას გაუმარჯოს. ბრავო. არც ზულფია იყო გულგრილი აბდურახმანისადმი. მთელი დღე თიხით მოტკეპნილ ბანზე იჯდა და აბდუს მოლოდინში და ასე ეძახდა მოფერებით. შარას გასცქებდა. ერთ შვენიერ დღეს აბდურახმანი არ გამოჩნდა ჩვეულ დროს აულში.
1000 ჭორი გავრცელდა აუში და მიმდებარე ყიშლაყებში. ზოგმა თქვა მოკვდაო. ერთი მესანთლე ჩამოვიდა, იმან თქვა რომ არაო, კი არა, მოკვდაო, მდიდარი ფაშასა ნაბოლარა ქალი მოიყვანა ცოლათო და აღარ უნდაო ვაჭრობა, ფული იშოვა, აღარ ვაჭრობს. ბოლოს ჩამოვიდა იანიჩარი. აუ, იანიჩარი არის თურქი ჯარისკაცი. და იმან ჩამოიტანა ამბავი, რომ თელ სასულთნოში ჩავარდნილია ვაჭრობა. პრაქტიკულად კრიზისიაო რა, კრიზისიო და ჩვენი აბდურახმანიცო ვეღარ შოულობსო ამ საქონელსო ფარჩის ნაჭრებსო, რომ ივაჭროსო. აი აქ ცოტა დამშვიდდა ზულფია. და თქვა, რომ რაც არ უნდა დრო გავიდესო. ეს კრიზისი ოდესღაც ხო გადაივლისო. ოდესღაც ხო გადაივლის ეს კრიზისიო. და მეო მაინც დაველოდები ჩემ აბდუსო და დღემდე ელოდება. მოდი ამ ჭიქით ყველას და ყველაფერს კრიზისში მყოფს გაუმარჯოს. უკაცრავად მოვადეთ იმ აულში. ვაიმე დავიტანჯეთ რა არ დაიტანჯეთ. იმ აულში ამ სადღეგრძელოს ტრადიციულად ძვირად ღირებული სასმელი ცავდნენ ხოლმე. თიკა და სალომე. ყველას მიართვი ორმაგი ჯონი ვოკერი. და ტრადიციულად ანგარიში ყველას უფრასთან. მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის. ბუჰეჰე. მე ვუთხარი პარკების შემოხსენი მეთქი. ხო და ესეთი ერთი წუთით უკაცრავად. ეს არის ჩვენი ბარის მეპატრონე, ბატონი როინი. სასიამოვნოა. ეს არის როინი? ხო, და ბატონმა როინმა ამდენი ხალხი რომ ნახა დღეს ჩვენს ბარში გადაწყვიტა რომ ბარს აღარ დახურა. ბრავო! მაცადე ერთი წუთი. ყველას დიდ მადლობას მოგიხდით მობრძანებისთვის. ვაიმე, რას ამბობთ ბატონო როინი, რა მადლობა. თქვენ როგორ ხართ? მადლობთ კარგად. ხო. თქვენ ვინ ბრძანდებით? პრებედინას პრეზიდენტი. პრებედინა? ბებია ჩემი იყო. ბებია. აი, თქვენ ხო ყიდით ბარს. მე მაქვს ჩემი ფირმა პრებედინა. მაცადე. პრებედინა და სარფიანად გაგაყიდინებთ ამ ბარს, თქვენც მოგებული დარჩებით და მე. პრებედინა. ხო, არ გაგიგია? როგორ არ გამიგია პრებედინა? რაღაცა შეიძლება. არ უნდა გაუტეხო ეხლა ამას თავი? გაუგია არა ის. უნდა გაუტეხო, თამარ, აბა რა უნდა? მიდი ეხლა გაყევი ნაკვალებს და გაუტეხე ის თავს. მარიკა, შენ ნუგეში. ირაკლი, რა ჩიტია ეს? მარიკუნა, არ ვიცი, მაგრამ წამყვანმა თქვა, რომ ბეღურისებრთა ოჯახიდან არისო. საყვარლები. ნახე როგორ აშენებენ ბუდეს? ძალიან საყვარლად, აი ასე. წვალობენ მარიკა მთელი ცხოვრება, აშენებენ ბუდეს, მერე მოვა გუგული და ჩაუსახლდება. აქ ხართ? რა შვებით, როგორ ხართ? რას აკეთებთ? არაფერს ხო? აბა, კვერცხი ხო უნდა დადოს. რა მოსაწყენია ეს ცხოვრება, ყოველ დღე ერთი და იგივე რა. ჩემო ლაშიკომ დამირეკა, მოვდივარ და რაღაც არაჩვეულებრივი სიურპრიზი მაქვს შენთვისო, აუნეტა რა უნდა იყოს. ვაიმე, ისევ ნერვიულობ, ნეტა ლაშიკო რას მომიტანს? ირაკლი ცუდს არაფერს მომიტანს, ხო ლაშიკო? მართალი ხარ ირაკლი, ცუდი როდის იყო, ეხლა ჩემ ლაშიკოს მოუტანი, არა მარიკა? ხო, რა ვიცი. ვაიმე, ლაშიკო. კეთიანაკ ხარ? კეთევან. ახალი მანქანა მივეცი. ლაშიკო!
ალაშიკო რაღაც არაჩვეულებრივ სიურპრიზს მომიტანს მე ესენი კიდე არ მიჯერებენ წამოდი ვნახოთ მოიცა ლაშა გილოცავ მოასწრებ ნახვას მოდი ლაშა მოდი დაჯექი მომიყევი რა მანქანაა რა იყო ირაკლიცი? ერთი გოგო ყიდდა ძალიან იაფად, ძალიან კარგ მანქანას. რა მანქანას? Mercedes. მოტყუდა რა ფაქტიურად რა. იცი რა არის? აი აჭკარიკა Mercedes ეძახიან. არაფერი. სულ ახალია. ახალი.